ყველას გულთათ მოგესალმებით დღეს სამშაბათია და სამშაბათობით ჩვენ რადიო მიდის ეთერში ვიკრიბებით ხოლმე რათა ვისაუბროთ ბიზნესზე. მე ხა ამ გადაცემას როდესაც ვამზადებდი თქვენთვის გამახსენდა ძალიან ჩემი ადრეული ახალგაზრდობა, როდესაც თბილისში გაიხსნა პირველი ევროპული ტიპის სუპერმარკეტი, რომელსაც მსგავსი ანალოგი არ ყავდა და როგორ ვიღებდით ადამიანები პირველად გამოცდილებას საცალო ვაჭრობის შესახებ, როდესაც შენ თვითონ შეგეძლო რაღაცა პროდუქტების შეგროვება, შენ თვითონ შეგეძლო რაღაცა პროდუქტების ყიდვა. ამ ბრენდმა საქართველოში შექმნა საცალო ვაჭრობის ისტორიის ერთი ნაწილი და დღეს გვინდა სწორედ ამ თემაზე გვესაუბრა გუდვილის მარკეტინგის ხელმძღვანელი გურანდა არჩაძე, ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი და ვისაუბრებთ იმ სიახლეებზე, რომელიც კომპანია გუდვილს აქვს. გურანდა, მოგესალმებით. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. გურანდა 22 წელი გავიდა და ამ 22 წლის თავზე გადაწყვეტეთ, რომ რაღაც ახალი შეკეთავაზებინათ კიდევ მომხმარებლისთვის. როგორ შეაფასებთ ამ გავლილ 22 წელს, იმიტომ რომ გუდვილი იყო ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საცალო ვაჭრობის ნიშნები შემოიტანა ჩვენს რეალობაში და პირველად ქართველები ვეზიარეთ იმ ორგანიზებულ ვაჭრობას, რომელიც შემდგომში ისე გავრცელდა, რომ ეხლა ვეღარ წარმოგიდგენია და ეხლა აღარ გვაოცებს უკვე. როგორ იყო მანამდე. კი ბატონო, გეთანხმებით, სწორად აღნიშნეთ თორნიკე, რომ გუდვილი იყო პირველი საქართველოში, რომელმაც შემოიტანა ზოგადად რა არის სუპერმარკეტი და რიტეილ სფერო, სადაც შეგიძლია სუბთა გარემოში შეხვიდე იშოპინგო. შენი ჩიარჩიო და თან რაც აღსანიშნავია, დაგვხვდება ისეთი პროდუქტები, რომელიც მაშინ საქართველოში არ იყო ხელმისაწვდომი და ძირითადად იყო ყოველთვის ევროპული ხაზი და მაშინ ძალიან მოთხოვნადი იყო გერმანული პროდუქტები და ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ეს ორგანიზებული შესყიდვის კულტურა დანერგა საქართველოში გუდვილმა და მინდა ალბათ არ ვიქნები სუბიექტური, რომ ვთქვა, რომ ასე ვთქვათ, ეს გზა საქართველოში გავაკვლიეთ ჩვენ და ძალიან ბევრი წამოვიდეთ, რაც გვახარებს, რა თქმა უნდა, რომ ვიყავით მაგალითი და დავნერგეთ საქართველოში ესეთი კარგი და სიახლე ჩვენი მომხმარებლებისთვის და ვასწავლეთ როგორ შეიძლება რომ მე მახსოვს რომ ექსკურსიებსაც კი აწყობდნენ ხოლმე რომ ფიზიკურად ენახათ როგორი ტიპის კი ექსკურსიებსაც აწყობდნენ ძალიან გაფრანჭულები მოდიოდნენ და თანდათან ვერ ხვდებოდნენ რომ ეს იყო რაღაც საშოპინგო სივრცე უბრალოდ აი მოდიოდნენ დათვალიერებდნენ პროდუქტს ეცნობოდნენ იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიახლე იყო და ჯერ კიდევ 2003 წელს იყო, რომ გუდვილში იყო ის ევროპული ასორტიმენტი, რასაც ახლა ხალხი უკვე ჩვეულებრივ პროდუქტად მიიჩნევს და გონია, რომ აღარაფერი განსაკუთრებული არ, თუმცა 2003 წელს ეს ძალიან დიდი სიახლე იყო, ჩვენ ვიყავით პირველებმა, რომელიც გავაცანით მომხმარებელს ის გერმანული პროდუქტი, იტალიური, პოლონური, ძალიან ბევრი ასორტიმენტი. ასე ძალიან შეიცვალა მზა მიმართულებით, საკვების მიმართულებით ტენდენცია, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი პირველი იყო გუდვილი, რომელიც მსგავსი ტიპის რაღაცას აკეთებდა. კი, ფაქტობრივად სარესტორნო სივრცე გადმოვიტანეთ სუპერმარკეტში და მომხმარებელს შეეძლო, რომ ის რასაც მზა კერძებს იძენს და მიდის ავახშმოთ რესტორანში, რესტორნული დონე, ასე თქვა და ხარისხი შეიძინოს და თვითონვე სახლში მიირთვოს და ეხლა ძალიან მოთხოვნადია და ძალიან მაინც ყოველ დღესაც ამ ხალა კონკურენციის მიუხედავად, აი ამ ჩვენი ფრეშ პროდუქტების, კულინარიის ნაწილში თუ საკონდიტეროს ნაწილში ლიდერები ვარ და მაინც ყოველთვის ყველას აცოდდება გუდვილში რომ მზადდება შოკოლადის კრუასანია კი ეს ჩვენი ძალიან ლიდერი და ტოპია ამდენი წელია რომ კი მარადიულად მგონია რა შეიცვალა 22 წელს განმავლობაში 22 წელი საკმაოდ ესეთი ყოველთვის რაც ყველაზე კარგი არის ჩვენი კომპანიაში ყოველთვის მივდივართ წინ ანუ ბევრი გამოწვევები იყო ბევრი რაღაც შეიძლება სირთულეები დავძლიეთ თუმცა კომპანიის მენეჯმენტის მთავარი ამოცანა არის ყოველთვის რომ დაინახოს ის მომავალი პერსპექტივა და ყოველთვის მივიწევით იქით და ვიზრდებით, ვითარდებით. ყველანაირი ანუ ვცდილობთ ყოველთვის რომ საქართველოს ბაზარზე ეს ტრენდი რაც ჩვენ შევქმნით, რომ შემოგვაქვს სიახლეები და ვნერგავთ, მუდმივად გავაკეთოთ ეს და მუდმივად შევთავაზოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს ის სიახლეები, რაც სოფლიო ბაზარზე არსებობს, რომ ჩვენთანაც იყოს. ეს 22 წელი ახლა დავაგვირგვინეთ ესეთი ჩვენი რებრენდინგი. დიახ, ეს ნახევი, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა მედიამ გააშუქა თქვენი სიახლე ახალი კონცეფცია, რომელიც ვაკეში განავითარეთ. კი, ჩვენი ეს ვაკის ფილიალი იყო საკმაოდ დიდი 2009 წელს გავხსენით. მის მერე გავაკეთეთ ახლა ხანს მისი რეოფენინგი, რენოვაცია, სრულიად შეიცვალა ვაკის ფილიალი, განახლებული არის. ასე თქვა გასტრონომიული ფრეშ მაღაზი არის, აქცენტია რა თქმა უნდა იმ ტოპ კატეგორიებზე, რაც ჩვენს მომხმარებელს ყველაზე მეტად მოწონს და უყვარს
ჩვენთან, ეს არის ჩვენი ექსკლუზიური ბრენდები, ეს არის ჩვენი fresh პროდუქტები, კულინარია, საკონდიტრო, ხორცი, თევზი, ნებისმიერ ის რაც ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, წამყვანი და აზის გვენდობა ჩვენი მომხმარებელი. ამ ჩვენ ახალ ფილიალში გათვალისწინებული ეს ჩვენი რებრენდინგის ნაწილიც, რაც ჩვენ გავაკეთეთ ახლა, ახალი ფერთა გამა, ჩვენი ახალი ლოგო, რაც ახლა ჩვენ შევცვალეთ და ძალიან საინტერესო კონცეფციის არის ჩვენთან შექმნილი არის ესეთი ვთქვათ ფერებიც კი მომხმარებელს ასე ვთქვათ უქმნის ასოციაციას თუ რა პროდუქტი დახვდება იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, რომ უფრო მეტად გავომარტივოთ მას ჩვენთან შოპინგი და სასიამოვნო მყუდრო გარემო შეუქმნას. რა ერქვა კონცეფციას და დღეს რა ქვია კონცეფციას? Goodwill, მე მგონი თვითონ ჩვენი ბრენდის სახელი რაც არის Goodwill, უკვე იძახის რაც არის ჩვენი კეთილი ნება. ჩვენ ყოველთვის ვართ ასე ვთქვათ ღია ჩვენი მომხმარებლებისთვის, ყოველთვის ვეხმარებით მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში და ასე ვთქვათ გზამკვლევი ბრენდი ვართ ამ მიმართულებით რიტეილში და გვერდში მდგომი ბრენდი ვართ ჩვენი მომხმარებლებისთვის. იგორანდა, თქვენი დაკვირვებით რა შეიცვალა მომხმარებელში და მომხმარებლებიც განვითარდნენ, შეიცვალა, სხვა ტიპები გახდნენ. სამხმარებლო ქცევა აბსოლუტურად სხვანაირი გახდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. მომხმარებელი ძალიან გაიზარდა, ძალიან ბევრი რამ ისწავლა პროდუქტზე, ძალიან ბევრი რამ ისწავლა საკუთარ თავზე იმისთვის რა არის მისი ჯანმრთელობისთვის კარგი და ძალიან დეტალურად აკვირდება პროდუქტის თუნდაც შემადგენლობას, თუნდაც მის წარდგენას, როგორ არის განთავსებული, შეფუთვას, იმიტომ რომ ასე ვთქვათ მომხმარებელმა დაიწყო საკუთარი თავის დაფასება და იცის რომ მისი ჯანმრთელობისთვის რომელი პროდუქტი იქნება უკეთესი, რამდენი უნდა მიიღოს, ანუ ძალიან ჭკვიანი არის ჩვენი მომხმარებელი და ჩვენ ყოველთვის ამიტომ Goodwill ასე ვთქვათ ფეხს უწყობს მასთან ერთად და ყოველთვის ვცდილობს რომ მეტად დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს ამა თუ იმ პროდუქტზე. ამიტომ არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობს Goodwill უკვე მრავალი წელია ქართულ ფერმერებთან, იმიტომ რომ ძალიან ფასდება ქართული პროდუქტი, ანუ ეს ადგილობრივი დამზადება, რომელიც რა თქმა უნდა შემოწდეს ჩვენს ლაბორატორიაში, ამას ჩვენ ძალიან ისე კრიტიკულად ვუყურებთ. რა პროდუქტები მოწმდება ზოგადად ლაბორატორიაში? Fresh პროდუქტები ყველა აბსოლუტურად, რაც შემოდის, ეს არის რძის პროდუქტები, ხორცეული, რძის პროდუქტებზე არაერთი სკანდალი იყო. კი ბატონო. კი, ნამდვილად, ამიტომ როგორც ასე ვთქვათ, პერიოდულად მიგვაქვს სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში და იქ ვამოწმებთ, ეს ხდება თვეში რამდენჯერმე, ასევე ჩვენ ადგილზე გვაქვს ლაბორატორია, თვითონ Goodwill-ის ლაბორატორია და იქაც აუცილებლად მოწდება ჩვენი პროდუქტი გიდარძის ნაწარმში, ხილბოსტანშიც, მით უმეტეს ახლა ძალიან აკვირდებიან ნიტრატების შემადგენლობას და აუცილებლად მოწდება ჩვენი ლაბორატორიის მიერ ყოველი მიღებული პარტიიდან შერჩევითად პროდუქტი, რომ ვიცოდეთ როგორ არის მომხმარებლისთვის მისაღები, ხორცს შესაბამისი კონკრეტული ქართული ფერმერებისგან ვიღებთ, რომელსაც აქვს სერტიფიცირება და ჩვენ თვითონაც შესაბამისად ადგილზეც ვამოწმებთ თვითონ სანიტარულ მდგომარეობას და აი ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ალბათ აი ეს ყველაფერი ჩვენ რასაც მომხმარებელსაც ვაცნობ და ვანახებთ კიდევაც, ეს იწვევს იმ დომბას და ამ 22 წლიან ლოიალურ დამოკიდებულებას. ხშირი ხომ შემთხვევები, როდესაც უარს ამბობთ რაღაცა პროდუქტების მიღებაზე, როდესაც რაღაცა ტიპის სტანდარტებია დაარღვეული, რომ საუბრობთ იმ მაღალ სტანდარტებზე, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს პროდუქტს, რომ Goodwill-ში მოხდეს. იცი, ჩვენ უფრო რჩევას ვაძლევთ, იმიტომ რომ ჩვენი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქართულ ბიზნესს ხელი შევუწყოთ და უარს არ ვეუბნებით, ვაკვალიანებთ, როგორ შეიძლება გავაკეთოთ ის ვაქციოთ სრულფასოვან პროდუქტად, რომ მოხდეს რიტეილში, Goodwill-ში თუ ნებისმიერ და მომხმარებელმა შეძლოს მისი შეძენა, ანუ ძალიან სწორ რეკომენდაციებს გავიცემთ ხოლმე, ანუ იმ ფერმერისთვის, როგორ შეიძლება რომ ეს პროდუქტი გავაკეთოთ, ისე რომ მომხმარებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი. როგორ მიიღო მომხმარებელმა განახლებული Goodwill, იმიტომ რომ თითქმის ერთნაირი აღარ არის, ცოტა უკეთად განსხვავდება. განსხვავებულია ნამდვილად, ძალიან კმაყოფილები არიან, მოდიან, ანუ არა მარტო საშოპინგოდ მოდიან ჩვენთან, ჩვენ მოდიან, რომ იქ გვაქვს მოსასვენებელი სივრცეს, ესე კაფეს ვეძახით, სადაც მოდიან მეგობრებთან ერთად ათვალიერებენ, მიირთმევენ ყავას, ძალიან კარგ დროს ატარებენ და ძალიან გვიხარია და ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდა თაობა არის, ძალიან დაინტერესებული და ძალიან დიდი ინტერესი აქვთ და ხშირად გსტუმრობენ ხოლმე და ჩვენ ძალიან გვიხარია, ეს უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეთ და კიდევ უფრო მეტად წავიდეთ. ძალიან შეიცვალა ბაზარი იმ კუთხითაც, რომ ადამიანს ვისაც სტრესული ცხოვრების წესი აქვს და ნაკლები დრო აქვს, ნაკლები დრო რჩებათ სახში რაღაცების გაკეთების. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია მიტანის სერვისის განვითარება, რადგანაც ბევრ ადამიანს უკვე აღარ აქვს ის ფუფუნება, რომ თვითონ მოამზადოს, თვითონ გააკეთოს რაღაცები, ან თვითონ შეიძინოს პროდუქტები. თუნდაც პროდუქტის შეძენა ხო ძალიან ბევრ თემასთან არის დაკავშირებული, პარკინგი,
დაკარგული დრო, როდესაც შენ შეგიძლია რაღაც აპლიკაციების მეშვეობით ძალიან მარტივად იყიდო პროდუქტები. როგორ შეიცვალა თვითონ ამ მხრივ მომხმარებლის გამოცდილება და როგორ შეიცვალა Goodwill 22 წლის შემდეგ? დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს გამოძახება და სახში მიტანა უფრო ეს COVID-ის პერიოდსაც ძალიან უცბად ავარდა, ეს მოთხოვნა რომ ყველა გადავიდა ონლაინზე, თუმცა ამაშიც პირველები ვიყავით საქართველოში 2009-ში თუ არ ვცდები 10 არიღები აღარ მახსოვს ზუსტად პირველად დავნერგეთ ონლაინ მაღაზია, რომ რიტეილს არ ჰქონდა საერთოდ ონლაინ მაღაზიის ცნება, ჩვენ უკვე ჰქონდა, თუმცა რა თქმა უნდა ამის მე ვანვითარებთ, ეხლა ჩვენ გვაქვს არა მარტო ვები, არამედ გვაქვს API-ც, სადაც შეგიძლია რომ სრულად, ანუ რაც კი არსებობს Goodwill-ში ყველაფერი გამოიძახო 24/7 ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ლოკაციაზე, ანუ ჩვენი დაფარვის ზონა არის მთლიანი თბილისი და მისი შემოგარენი. ეს არის საოჯახო შესყიდვის თემა, ანუ მოწოდების დროც არ არის ხანგრძლივი, დაახლოებით რა პერიოდსაც მომხმარებელი ანდომებს ფიზიკურად შოპინგისთვის ნახევარსადან 40 წუთამდე არის ეს პერიოდი, რომ საოჯახო შესყიდვა განახორციელოს სუპერმარკეტში, დაახლოებით იგივე პერიოდში გვაქვს ჩვენც მიწოდება. ამიტომ ამ მხრივ კიდევ უფრო მეტად ვანვითარებთ, ანუ სხვადასხვა არხებშიც ვარგანთ უფრო სწრაფი მიტანის სერვისიც თუ გვინდა სხვადასხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა და იქიდანაც შეიძლება უფრო სწრაფად და მარტივად მიღება, თუმცა ეს საოჯახო და ორგანიზებული შესყიდვის თემა ჩვენი Goodwill-ში არის ვები და ასე ვთქვათ API-ც გვაქვს, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიძახოს და თან კარგია რომ დიდი დაფარვის ზონა გვაქვს, ანუ როგორც თბილისში, ისევე შემოგარენში. თან ახლა აგარაკის სეზონი მოდის და გავდივართ ქალაქიდან და შესაბამისად იქაც გვაქვს მიწოდება. ხო და რაც მნიშვნელოვანია, იცით რა არის ყოველთვის, რომ ჩვენი ასე ვთქვათ თანამშრომლები ძალიან სათუთად უდგებიან თითოეულ პროდუქტის შერჩევას, იმიტომ რომ გვესმის რა დონეზე ზოგადად რიტუალის სახით აქვს, რომ აი პროდუქტს უნდა შეეხოს, არჩიოს, ჩემი ორიდან და ამ მხრივ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენც იგივე მომსახურება შევთავაზოთ, რომ ნამდვილად შერჩევითად ვურჩევთ ჩვენს მომხმარებელს, რომ ისეთი პროდუქტი მივიდეს მას სახში, როგორცაც თვითონ თავად აარჩევდა და კონდეს ონლაინ სრული ასორტიმენტის შეძენა შესაძლოა. სრული ასორტიმენტი, Goodwill-ში სრული ასორტიმენტის შეძენა შესაძლებელი კულინარიაც, ხორცეულიც, ყველაფერი ჩვენი ექსკლუზიური ბრენდები, რომელიც ძალიან ფართოდ არის წარმოდგენილი და ძალიან მოწონს ჩვენ მომხმარებელს. იაში ეგეც არის ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება, ჩვენი ექსკლუზიური ბრენდების განვითარება, რომელიც უკვე არაერთი არის ჩვენს ქსელში, ძირითადად თანამშრომლობთ სხვა გერმანია, იტალიასთან, რაც უფრო მეტად საქართველოს ხა იტალიური სამზარეულო ყველაზე ახლო არის და ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან მსოფლიოშიც ყველაზე პოპულარულია. კი, მსოფლიოშიც ყველა პოპულარულია და ამიტომ ეს იტალიის ძალიან ბევრი ბრენდია ჩვენთან. ერთ-ერთი ასეთი არის ექსკლუზიური კოპი, რომელიც უცხოელესი კომპანია არის იტალიაში და შესაბამისად ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორი და რაც კი არის Goodwill-ში, საკმაოდ დიდი არჩევანია მოგეხსენებათ, ყველაფერი წარმოდგენილი. რამდენი ტიპის ფორმატი გაქვთ დღეს? მე ვიცი რომ გაქვთ უზარმაზარი ფორმატები, როგორც დიდი ღამში, მაგრამ გაქვთ პატარა ფილიალები, რომელიც შოპინგ ცენტრებში არიან გათავსებული, მაგალითად ჩემს სახთან პატარა Goodwill-ის ფილიალია. კი, ჩვენ გვაქვს ახლა, სუპერმარკეტ პლუსი, სუპერმარკეტები და ასევე არის ესეთი ფორმატებს ვანვითარებთ, fresh ფორმატები არის, პატარა შედარებით მცირე ფორმატებია, დაახლოებით 500 კვადრატი, 500-600 კვადრატი არის, სადაც წარმოდგენილია ძირითადად ჩვენი fresh პროდუქტები, კულინარია, საკონდიტრო, ხორცეული, თევზეული, ხილბოსტანი, რაც უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ჩვენი სწრაფი მოხმარების, ანუ აი ესეთ ფორმატებს უფრო მეტად ვანვითარებთ, როგორც საქართველოს თბილისშიც ახლა ბევრ ახალუბანში შეგხვდებით ძალიან მალე. ასევე თბილისის გარეთ, ხო, სხვადასხვა რეგიონებში. ანუ ეს ამ ფორმატებს უფრო გურმე ფორმატებს ვეძახით, იმიტომ რომ ანუ უფრო მეტი fresh, რა თქმა უნდა, თანხმრევი პროდუქტების დაგვხვდებათ, რაც საჭიროა, თუმცა უფრო მეტი აქცენტი ხდება fresh ნაწილზე. იმიტომ რომ ალბათ მოთხოვნა ამ ტიპის პროდუქტების ესეთი პრობლემას ვთქვა, უბნის მარკეტებში ყოველთვის მცირე არის არჩევანი, ასეთი სამსაკვება თითქოს არ არის fresh პროდუქტები, თუ არის ისეთი ხარისხის რო ვერ იყიდი, ამიტომ აი ამ ნიშაში შევეთ ასე რომ ვთქვა და ეს გავაკეთეთ. ეს ნიშა თავისუფალი იყო, იმიტომ რომ რომ აი ეს fresh მაინც უფრო აქაც შევედით, რომ შეგიძლია კარგი ხარისხის ხილბოსტნეულის და ხორციც იყიდოს ახთან ახლოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქნება თან თუ ონლაინ იქნება ყიდვა, შესაძლებელია ის კიდევ უფრო დამატებით მოტივაცია, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში მე როდესაც სტატისტიკას ვნახულობ ხოლმე ბიზნესების განვითარების ონლაინ გაყიდვებს უფრო მეტი პროცენტი აქვს, თუ ჩვენ 1%-ს ვნახულობთ ხოლმე
ეხლა უკვე 5, 7, 10%-ია ცალკეულ ინდუსტრიაში და ალბათ ასეც არის, ასეც იქნება, იმიტომ რომ თანამედროვე ცხოვრებაზე აჩქარებული არის, რომ ყველაფერი ცოტა გაიმარტივო და დრო არ დაკარგო უბრალოდ იმაში, რაც შეიძლება შეიძლება შესმაგიროთ იგივენაირად კარგად და გააკეთო. დიდი განსხვავებაც ფასში არ იყოს, იმიტომ რომ მიტანის სერვისი ზუსტად იგივე ფასია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი აქცენტი გააკეთეთ თორდიკე, რომ ჩვენი ფასები არ იცვლება ონლაინშიც და ოფლაინშიც, ანუ აქცია თუ არის ოფლაინ აქცია აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენი მომხმარებელი ერთია ჩვენთვის ონლაინ შეიძენს თუ ფიზიკურად მოვა აუცილებლად ერთია და ფასები ნამდვილად იდენტურია, შეთავაზებებიც იდენტურია და აქვე კიდევ ერთი მიმართულება, რაც ძალიან მალე დახვდება ჩვენს მომხმარებელს, ჩვენ გვაქვს ახალი ლოიალური პროგრამა. ეს არის ასე ვთქვათ, რიტეილში პირველები ვართ ამაშიც და რაც ძალიან ამაყათა აღნიშნა, რომ ბევრ რაღაცებში ვართ პირველები და ამას არ ვთმობთ, რომ ყოველთვის ვიყოთ პირველები და მომხმარებელს სიახლეები შევთავაზოთ. Food retail მიმართულებაში დავნერგეთ ახალი ლოიალური პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია უკვე თანამედროვე მარკეტინგშიც და მსოფლიოშიც არის, რომ ძირითადად მნიშვნელოვანი არის ინდივიდუალური შეთავაზები და ინდივიდუალური მიდგომა და არა მარტო რიტეილში, მე მგონი უკვე ნებისმიერი სფერო გადადის, რომ ეს მას სოციალურმა მედიამ ძალიან უზრუნველყო ის, რომ ინდივიდუალურად მხოლოდ ჩვენთვის ხდებოდეს მარკეტინგი და შეთავაზება და არა ყველასთვის. ნამდვილად და ზუსტად ეს გვაქვს ჩვენ ახალ პროგრამაში, რომელიც მომხმარებისთვის უკვე ხელმისაწვდომია და უკვე იყენებს და გრძნობს კიდევაც ამ მისთვის მორგებულ შეთავაზებას. ძალიან ბევრი შეთავაზებებია და ასე ვთქვათ, მომხმარებელს აღარ უღლით ყველაფრის გასნობის და კონკრეტულად ეცნობა მას ჩვენს ერთგულ მომხმარებელს რა მოწონს. რასაც ყიდულობ, იმაზე გაქვს სპეციალური შეთავაზებები, თან სხვადასხვანაირი, არა მარტო რაღაცა ფასდაკლებით შემოიფოთ, ძალიან საინტერესო შეთავაზებები გვაქვს და ძალიან მალე იქნება ეს ონლაინაც. ეხლა დავიწყეთ უკვე ამის ინტეგრირება ონლაინ და მომხმარებელ როგორც ფიზიკურად შეძლებს ბარათის გამოყენებას, ასევე ონლაინ შესყიდვების დროსაც და შეძლებს ამ ბენეფიტებით სარგებლობა. ძალიან შეიცვალა ასევე ინდუსტრია კეითერინგის მიმართულებით, იმიტომ რომ მზა პროდუქტების რაღაცა წვეულებებს, იმიტომ რომ ადრე თუ სახლში ჩვენი მშობლები ამზადებდნენ ხოლმე და ერთი კვირით ადრე იყო ხოლმე თუნდაც დაბადების დღეებზე და სხვა ტიპის სუფრების გაწყობას და ძალიან დიდ ჯაფასთან იყო და დროსთან იყო დაკავშირებული პატარა წვეულების მოწყობაც კი ეხლა ეს ერთად შეიცვალა. ბოლოს ვეღარ აღნიშნავდნენ, იმ წოლოს რო იღლებოდნენ. კი ბატონო. კი, ეს მიმართულება ჩვენ 22 წელია გვაქვს, ჩვენი კეითერინგულ მომსახურდა, ასე ვთქვათ, ფლიან ივენტს გიორგანიზებენ ოლგუდი, რომელიც 22 წელია ბაზარზე პოზიციონირებს ნებისმიერი ტიპის დღესასწაულები. ეს იქნება დიდი დღესასწაულები, რაღაც ქორწილი, ოჯახში წვეულები. უბრალოდ ოჯახში გინდა თუ აღშამი 10 პერსონაზე, იმასაც კი სახლში მოდიან უზონთან მერე არჩებიან, აალაგებენ, დაასუფთავებენ, ანუ დიასახლებისთვის არის იდეალური გამოსავალი და ეს ოლგუდი ძალიან დიდი ხანია ამას აკეთებს და ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი. ნამდვილად გაიზარდა მოთხოვნა ბოლო პერიოდში. მე ვხედავ ხოლმე, რომ დაბადების დღეები, რომელიც არის ჩემს სახლის გარშემო, იმიტომ რომ კერძო სახლების დასახლებაში ვარ და ბევრი აქირავს ხოლმე კერძო სახლების დაბადების დღისთვის, სულ ხედავ ხოლმე ამ კეითერინგის მანქანებს, რომ გასტილია, კი გეთანხმებით და ნუ ეს სახლში დაბადების დღეს აღნიშნა კიდე ისე დაქირავებულ სახლში. კი, დაქირავებულშიც და საკუთარშიც ცდილობენ უფრო ახლოს ახლოს, განსაკუთრებით ისეთი სეზონი მოდის ზაფხულის, ძალიან დიდი მოთხოვნა არის და ვითება მოწონთ უფრო რაღაცა კარგად გზნობენ თავს, რომ შენ გემოზე ხარ, ასე რომ ვთქვა და ბევრი არის სახლში რომ მოთხოვნა აი ამ მიმართულებით, აი შინაურული დაბადების დღეები და სახლში და ქალაქგარეთ აღნიშნავ ეს თემები ძალიან აქტიურად მოდის და იზრდება და ჩვენი ოლგუდი, ასე ვთქვათ, ყოველთვის მზად არის, რომ გვერდში დაუდგეს ჩვენს დიასახლისებს და თვითონ რატო უნდა დაკარგო დრო, როდესაც შეგიძლია რომ ეს ყველაფერი აქაც იგივე ლოგიკა, რაც ონლაინზე, როცა შეგიძლია რომ ვიღაცამ შენნაირად კარგად გააკეთოს რაღაცა. ან შენზე უკეთესად. ხო, რატო ვიწვალო როცა თანაბრად კარგად არ გამოგივა ყველაფერი ერთად. და უბრალოდ შეირიგე შენი დაბადების დღე და შენ ისიამოვნე დანარჩენს ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ასე რომ ვთქვა. ეს ძალიან კარგია. მოიობის პროგრამაზე მინდა გკითხოთ. აბა ძალიან შეიცვალა ეს თემაც, იმიტომ რომ ბაზები ძალიან ცვალებადია ჩვენს ქვეყანაში და ძალიან განვითარდა ეს ინდუსტრიაც. მოიობის პროგრამები თითქმის ყველას აქვს. რა არის თქვენი მთავარი ბენეფიტი, რომელიც დღეს
ყოლების პროგრამის მომხმარებლებს აქვს გარდა ისო ინდივიდუალური შეთავაზება ექნება დღეს. კი ბატონო, ნახეთ როგორ არის ლოიალური პროგრამა თითქმის ყველას აქვს, თუმცა აი ეს სისტემა რაც ჩვენ გვაქვს, რაცაც რიტეილ სფეროში ბევრს არ აქვს. ანუ არის ყოველთვის რაღაც ფასდაკლების ბარათი, ან დააგროვე გახარჯე, ხო? დააგროვება გახარჯე ეს საბაზისოა და ყოველთვის აქვს. და ზუსტად აი ეს სისტემა, რაც ჩვენ ვთქვით, რომ არის ინდივიდუალური შეთავაზებები, არის შენზე მორგებული შეთავაზება და კონკრეტულად შენი ინტერესები და შენ აღარ მოგიწევს ის, რომ რაღაცა მილიონი შეთავაზებებიდან არჩიო შენზე რა არის, შენთვის რა არის და რომელი გამოგადგება, ზუსტად ეს სისტემა არის მხოლოდ ჩვენს რიტეილ, ჩვენს ორგანიზაციაში, ხოლო ჩვენ დავნერგეთ ეს და ასე ვთქვათ, მომხმარებელს იქნება ის კომფორტი, რომ თავის პირად კაბინეტში შეხედავს, რომ მე რო რაღაც კონკრეტული მაინტერესებს, ამაზე აქვს არაერთი ბენეფიტი და თან ასე ვთქვათ, განვითარების პერსპექტივაში არა მხოლოდ Google-ში ექნება ის დამატებითი ღირებულებები, არამედ მისთვის საინტერესო სფეროებში, სხვადასხვა მიმართულებებში ექნება სპეციალური შეთავაზებები, როგორც Google-ის ლოიალურ მომხმარებელს, შეიძლება მაგალითად ქალბატონებს, შეიძლება ესთეტიური ცენტრების მიმართულებით და ასე შემდეგ. ანუ კოლაბორაციები სხვადასხვა კი ინტერესებიდან გამომდინარე და სეგმენტაციიდან გამომდინარე ძალიან ბევრი საინტერესო კოლაბორაციებიც დაგხვდება და ასე მულტიფუნქციური ბარათი უფრო იქნება, ვიდრე მხოლოდ დავაგროვე გავხარჯეს ნაწილი. ამდენად შეიცვალა მომხმარების ქცევა, იმიტომ რომ რაღაც პერიოდში მქონდა შეგრძნება, როდესაც ვაკვირდებოდი, რომ ადამიანები ძალიან ბევრ პროდუქტს იმარაგებდნენ სახში, ყიდულობდნენ პირობითად 2 კვირისას, 3 კვირისას რაღაცა ძალიან დიდ მარაგებს ეკეთებდნენ. ეხლა ჩემი დაკვირვებით ეს ონლაინ შესყიდვება, როდესაც შენ შეგეცე რომ სულ კონდეს მარტივად მიიღო პროდუქტები, ამან ცოტა შეცვალა. რამდენად შეიცვალა ზოგადად მომხმარების ქცევა ამ მიმართულებით. კი, იცით როგორ არის? და რამდენად გადაეწყობიან თქვენი ასე სუპერმარკეტ, დიდი ჰიპერმარკეტების ქსელები, პატარა უბანში, აი თქვენ რომ რასაც ამბობთ 500 კვადრატული ან 400 კვადრატული ან პატარა მარკეტებზე, სადაც ყველაფერი ფრეშ იქნება და ყველაფერი ახალი იქნება და სწრაფი იქნება. ანუ აი ისევ აი ამ დროის სიმციდან გამომდინარე რომ გადავიდეთ, ხო, ყოველთვის ვცდილობენ რომ აი ესეთი რაც უფრო რუტინული საქმე აქვს, გაიმარტივონ და ამით ეს ონლაინ მიმართულება და გამოძახების მიმართულება ძალიან გვეხმარება და ძალიან ასე ვთქვათ, ეხმარება ჩვენს მომხმარებელსაც. მცირე ფორმატები უკვე როცა ესეთი შედგა და ნამდვილად დიდი დაინტერესება არის და ესეც უმარტივებთ, რომ იქვე სახლთან შემიძლია შევიძინო და ძალიან წამოვიდა ახლა კიდე მოთხოვნა სპეციალიზებულ მაღაზიებზე, რომ კონკრეტულად აი ადრე თუ იყო და ჩვენ დროსაც იყო, რომ ერთ დიდ ჰიპერმარკეტში იყიდებოდნენ ტექნიკაც, ავეჯიც, ისიც ხო, ანუ ახლა უფრო წავიდა, რომ ავეჯი უნდა ვიყიდო, ავეჯის მიმართულებით, ტექნიკა, ტექნიკის მიმართულებით და ფუდი, ხო? ეს ტენდენცია შეიცვალა, რა თქმა უნდა და უფრო მომხმარებელი ცდილობს, რომ დროისთან უფრო ნახე ფიქრობს, რომ რაღაცა კონკრეტული სფეროში რომ ანუ ავეჯი რომ ვიყიდო, ნუ ვიყიდო ის ვის აღარ ავეჯი, ანუ ყველაფერი ერთგან, ესე ცოტა უკვე ცდილობს, რომ უფრო ხარისხი შეაფასოს და მithudაც ვისაც რაშიდაც აქვს ექსპერტიზა იქვე მივიდეს. თუ იცნობ საპროდუქტები Google-ში არის საუკეთესო და მაშინ მივიდივართ. საოჯახო შესყიდვად შეეხება არის ეს ტენდენცია, რომ კიდე ანუ იმარაგებენ რაღაცა 2 კვირის მარაგს და მე ყოველი პარასკევს ანახლებენ თავის საოჯახო კალათს, თუმცა აი ამ გამოძახების თემამ და ჩვენმა დელივერმა ეს ძალიან გაუმარტივათ, რომ აღარ ანუ უფრო სასიამოვნო რაღაცებზე ხარჯავენ დროს და აი ამ საშოპინგო პერიოდს უფრო ონლაინზე მეტად რთავენ და ონლაინიდან დიდი მოთხოვნა წამოვიდა. თან გამოძახება მგონია რომ უფრო ეკონომიურია, იმიტომ რომ როდესაც შენ წინასა გაქვს განსაზღვრული რაღაცა ტიპის პროდუქტების შეძენა მარტო პროდუქტებს აღარ აყვები ხო ასე რომ შენ რაღაცა ობიექტზე მიდიხარ 1000 სურვილი გიჩნდება რომ სხვა ტიპის პროდუქტები შეიძლება და ამ ხრივაცაც მე მგონია რომ ონლაინ უფრო ისეთი არის კომფორტული მომხმარებლის კუთხით კი ბატონო რა არის ის გამოწვევები რომლებიც გააქვთ მაგალითად ჩვენთან ძალიან ხშირად ამ გადაცემაში თითქმის ყველა ბიზნესი წუწუნებს ადამიანურ კაპიტალს რომ თითქმის აღარ არის დღეს საქართველოში მუშახელი რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს და რიტეილი გადაეწყო თვით მომსახურების სალაროებს და 1000 რაღაცას იგონებს ამ ხრივ იმისათვის რომ რაც შეიძლება შეამციროს ისედაც მცირე ადამიანური რესურსები ნამდვილად მასია ადამიანური რესურსების პრობლემა ნამდვილად არის ბაზარზე ბევრი პროფესიის მიმართულებით თუნდაც აი ვიწრო პროფესიებზე ვთქვათ ხო აი კონდიტერი ეს ან ძალიან რთულია თუმცა ამ გამოწვევასაც ავუღეთ ასე ვთქვათ ალღო და ჩვენ გვაქვს ჩვენი სასწავლო ცენტრი სადაც თავადვე ვატრენინგებთ თავადვე ვასწავლით ჩვენი ანუ კონდიტერები კულინარები ნებისმიერი მიმართულებიც რაც არის საჭირო პროფესიული განათლების ნაწილში ძალიან ჩართული არის ჩვენი ორგანიზაცია და
და სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრებთან გვაქვს თანამშრომლობა და ვერთვები და ვასწავლით, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ თვითონვე ვზრდით იმ და ძალიან ადამიანებს. მომგებიანია დღეს ამ მიმართულებით. ანუ თან ჩვენი სფერო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ ძალიან დიდი ხანია ბაზარზე ვართ, 22 წელია ბაზარზე, ჩვენზე უკეთ ალბათ ვერავინ ვერ ასწავლის თუ როგორი უნდა იყოს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი და ამიტომ ამაში ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები. ბევრს ჩვენი ცენტრი ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოზარდა კონკრეტული პროფესიების მიმართულებით, რომელიც ასევე საქმდება ჩვენთან და სხვადასხვა რიტეილ სფეროში, რაც საკმაოდ გვახარებს, რომ ასე ვთქვათ, აი ამ კადრსაც ჩვენ თვითონ ვქმნით და რომლებიც მე ვითარდებიან, იზრდებიან და ძალიან გვახარებს ეს მიმართულება. და ეს არამარტო თქვენთვის, არამედ ბაზრისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია კი რა თქმა უნდა. და ბოლოს უნდა გკითხოთ ალბათ თქვენი სამომავლო გეგმები რა არის, ხომ არ ფიქრობთ იმ გამოცდილებას, იმ 22 წლიან გამოცდილებას, რომელიც საქართველოშია, სხვა ქვეყნებშიც გაიტანოთ, იმიტომ რომ ქართულმა უკვე რაღაცები ვისწავლეთ და შეგვიძლია მეზობელ ქვეყნებში და ძალიან სხვა ქვეყნებშიც ის გამოცდილება შევიტანოთ, რაც გვაქვს. რა არის თქვენი სამომავლო განვითარების გეგმები? ჩვენ სამომავლო განვითარების გეგმები მაინც უფრო მეტად გვაქვს საქართველოში, იმიტომ არის ბევრი ისეთი უბნები, სადაც ჯერ არ ვართ წარმოდგენილი და აუცილებლად განვითარეთ და ამ მიმართულებით და განვითარდებით. ჩვენი ონლაინის კიდევ უფრო მეტი დახვეწა და კიდევ უფრო მეტი გაზრდა გვაქვს დაგეგმილი, რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებში. ძალიან ისე ვუდგებით ხოლმე, რომ მაინც ჩვენი ძალიან ესეთი ხარისხის შენარჩუნება საკმაოდ რთულია. ამიტომ ძალიან დიდ ჩართულობას ითხოვს მთელი მენეჯმენტის და მთელი კომპანიის მხრიდან. შესაძლებელია, ეგეც გამიხილოთ, შესაძლებელია, რომ ვიყოთ ამთან ვიყავით ქონდა ეს პრაქტიკაშიც ასე თქვა დანერგილი. ამიტომ მეზობელ ქვეყნებში წელს და ამ უახლოეს პერსპექტივაში შესაძლებელია ესე არ ვიყოს, მაგრამ ჯერ საქართველოს გვაქვს ძალიან კარგად გასაჯერებელი და ძალიან ბევრი რეგიონი არის, სადაც ჯერჯერობით არ ვარ და თბილისის უბნებიც არის. თბილისის უბნებიც კი ბატონო, რომელიც ძალიან ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ასეთვისებელი გვაქვს და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობთ. მე ძალიან ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა. იმიტომ რომ გუდური მართლაც აი ამ დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ის ბრენდია, რომელმაც ხალხს ასწავლა, საცალო ვაჭრობა და ახალი გამოცდილება შესთავაზა მომხმარებელს და ფიქრობ, რომ ამ ქვეყანასთან ერთად განვითარდა კიდევაც. ძალიან ბევრი წარმატება. დღეს ჩვენ საუბრობდით გუდულის მარკეტინგის ხელმძღვანელთან, გურამ და არჩოძესთან ერთად. გუდული 22 წელს გახდა და ახალი კონცეფციის განახლებული ფილიალი გახსნა, განახლებული მარკეტი გახსნა ვაკეში და ამ მიმართულებით რებრენდინგიც განახორციელა. წარმატება უსურვოთ გუდულს, ჩვენი გადაცემა და ჩვენი სათავედრო ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ სამშაბათს.